რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმა ყვარლის ბაგა, ესე ქვია, ძროხებს ევროკავშირში აკრძალულ ქათმის ნაკელს აჭმევს. სკლინტს მინდოდა რომ ეს მეთქო, მაგრამ ქათმის სკლინტს აჭმევდა და მე რომ რაღაც კომპანიების პროდუქციაში გაკეთებული ანალიზით რაღაც ისეთი ნივთიერება. ეს სკლინტი ამოხდა. სკლინტი არ ამოხდა, რაღაც ნივთიერება, რომელიც არ შეიძლება მოკლედ რა და ცოტა ბევრი რო ეჭმიათ, ეხლა მე რო გავიკეთე ანალიზები, მეც ამომიგდებ და სკლინტს მაინტერესებს. დიდი კონცენტრაცია რა. და იმდენი კომპანია იყო ჩამოთვლილი, რომ ყველას გამოდის, რომ ყველას ნაჭამი გვაქვს ეს სკლინტი. ხო, სკლინტი ჭამიაერი ვართ რა. ევროკავშირში ჩვენ გვაერთიანებს ერთად ნაჭამის სკლინტი. შეიძლება ერთი ქათმის სკლინტის გვაქვს ნაჭამი. მარტო ევროკავშირში სკლინტის ძმები გზავული და ბიჭო, იმიტომ რომ ნახე სოფელში რო დადის ძროხა, ბალახს რო ძოვს, ამ სკლინტსაც აყოლებს. ეს არის ჩვეულებრივი. ხო არ არჩევს. აქ მოუსკლინტავს და იგივე გადა. ხო და ევროკავშირშიც ხო არ არჩევს, იქაც ხო ჭამ. ევროკავშირში არის მაგურკვებაზე. თუ არ მიუტანეს სკლინტი, ბალახიც თუ არ მიუტანე, თვითონ ვერ იშოვის და ვერ შეჭამ. აქაც ხო მაგურკვებაზეა ფერმა. ხო და აი აქ რო გადავიდა მაგური, იმ წუთში ეს ევროპული სტანდარტებით შემოყვა. არ შემოყვა, არა, ჩვენთან არ არის ეგ სტანდარტი. ხო, მაგრამ მაგ სტანდარტით ვაფასებთ, თორე ისე სოფელში დადის ჭამს ყველაფერს. ვინ დაუშლის სკლინტის ჭამას? მე მინახავს სოფელში ყოფილვარ გამიტარებია ძროხა სკლინტს ჭამდეს ეგეთი. ძალიან აკვაკულტურა ჭამდა. ესე რომ დადიოდეს და სკლინტს ეცედეს. დღეებში უყურებთ. მაგრამ რომ ქათმის სკლინტა რომ დადგე და ძროხას დაელოდო ბალახში, აუცილებლად გამოვიდეს და იმასაც აწოვს. ან შეიძლება ისეთი ძროხა არის, რომ სკლინტი იპოვა და ეს ნაყინივით. არა, სოფელშიც არ არის, მას სადაც ქათამე იქ ძროხა არ არის. ქათამე რაღაც შემოღობილ ადგილას არის და ძროხა თავის არა, სოფელში გაშევებული. დარბის რა დარბის? ეზოში ქათამე. ხო, მაგრამ ძროხა ხო არ დარბის. ძროხა წყალსაცავარზე მოვა. არა, თუ სადაც ბალახი არის, ეხლა ჩემთან ნიგოზეთში ეზოში ბალახი არის. სექტორში არ არის ბალახი. ამიტომ ძროხას რომ მოუდენიდით ეზოში დადიოდა და ძოვდა რა. ის ხო სულ ძოვს, არ ჩერდება რა. ის ჩემსავით არის რა. მე რო ვიყავი. მე მომიკოდა. ურასინანული. ცრემლი უნდა ჩამოუგორდეს. შეიძლება შეიძლება სკლინტი ნაჭამი ამდენი. კი კაცო. ენატრება ის ძროხის უდეზე რა. გდრო ენატრება. ხო და არ ვიცი ხა ყველას გვაქვს სკლინტი ნაჭამი. ბარემ ნუ გავჩერდებით. მე რო ზის პროდუქტი არ მეყვარს. კვარცეთი რანაირად. ყველი გიყვარს. მე რა ყველში მე ცოტა ის ალბათ სკლინტი. რატო? დაამატე. იმიტომ რომ ნახე ბევრი რძიდან ცოტა ყველი გამოდის და შესაბამისად. დაბა რაშია ბევრი? რძეში. არა, კიდე? რძეში, არაჟანში. ხაჭოში? მე რაც მიყვარს ეს. ხაჭოში. მაწონში? მაწონში. აი, ვიგრძენი გემოეს. რა, იცი ხა რო ვაკვირდები. უხდება ეთყობა. იმიტომ რომ იმდენი მაქვს ნაჭამი რომ ერთხელ მაინც ვიტყოდი რომ რა არის. ხო. ეხა უსკლინტორზე რო დარიო და რო არ გაგისწავთ. ეხა ხო გადავიდა ყველა. ვეღარ ენდობიან და ნუში ზრდაზე. ეხა ცალკე გაიყიდება სკლინტი და ვისაც უნდა ვინც მიჩვეულე. შენი დაამატე რა მზეში და იცი სად იქნება? გვერდზე შაქარი და იზროდებს და დაიჭირა რაღაცები რო არის. ხმელი, ნედლი. ნედლი იქნება იმდი. უცხო და ჩააწოცებთ, კარგად მოურია. ბიჭო, მაგარი სასაცილოა, როგორ გახ. კარგად თუ არ მოურევის რაღაცები. სადღაც შეხვდება დიდი კურსოთი. და როსვამ ესე ყურკასავით გადმოგები. სათქვენო თემა. შეგიძლიათ ამოასხა. როგორ რო ყარს კი. ეს მიმართულება. მაგრამ ეხლა სკლინტი რო ვიკიპედიაში ეწეროს რაღაცას იტყვა. წაიკითხავდა და და მაგრა გასკდა ეს ამბავი რა. იყო მეფრინველების ფერმა.